ბათუმში გაგარინის სოცნომერში მდებარე 3 სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიის ოფისი გაიქურდა. შპს ჯეოსტარის საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან დაკარგულია კომპიუტერული ტექნიკა, დოკუმენტაცია და დიდი რაოდენობით ოქრო. კომპანიის წარმომადგენლის ედვარდ ფუტკარაძის თქმით, ქურდებმა ოფისებში სავარაუდოდ კიბის მეშვეობით სახურავიდან შეაღწიეს. კომპანიის ოფისში ჩამონგრეულია ჭერი და შეინიშნება ნაფეხურები. ტერიტორიაზე ვიდეო თვალი დამონტაჟებული არ ყოფილა. მფლობელების ვარაუდით ქურდობა გამთენიისას მოხდა. ადგილზე იმყოფებიან ბათუმის საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის თქმით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. აქ არის განთავსებული 3 კომპანიის ოფისი და 3 კომპანიის ოფისი გატეხილია, გატანილია ტექნიკა, ორგტექნიკა, მონიტორები, გატანილია ლეპტოპი და ასევე ჩემი ოჯახის პირადი ნივთები, რაც ხონდა გარკვეული რაოდენობა შენახული ჩემს ოფისში. სამკაულები ჩემ ქალიშვილის, რომელიც თბილისში სწავლობს და მე მქონდა ეს აქ ჩემთან შენახული ოფისში. დამტვრებულია ფანჯარა, ჩამტვრებულია როგორც ამბობენ კრიმინალისტები და სპეციალისტები სახურავი, ადამიანებია და შემდგომში ოფისში არის გამშველები. ჩემს ოფისს ზარალი არაფერი არ აქვს, გარდა იმისა, რომ არის გატეხილი და არის საბუთები ძის დაყრილი. არაფერი კარები არის გაღებული ჩვენი უბრალოდ და ეგ არის. ან ეხლა მუშაობთ აგრძელებს შეურიგებაში და ჯერჯერობით ჯერჯერობით შეფერხებულია მუშაობა.